ტების შესახებ განხილვის პაკეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. მორიგი და კიდევ უფრო რეპრესიული კანონპროექტი ოცნებამ ბიუროს ხდომაზე უკვე დააინიცირა და ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. კანონი, რომლითაც გრანტის განსაზღვრება იმდენად ფართოვდება, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობაში ჩაერთვება, გაუწევს ტექნიკურ დახმარებას ან საკუთარი მოსაზრებების, ანუ ექსპერტობის სანაცვლოდ დაიქირავებენ და ხელფას გადაუხდიან, ის სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი შეიძლება გახდეს და საპატიმროში წასვლა 6 წლით მოუწიოს. ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც გარკვეულ გადმორიცხვას მიიღოს ქვეყნის გარედან, შეიძლება მოხდეს აი ამ ახალი განმარტების, ასე ვთქვათ, ქვეშ და ჩაითვალოს ესეთი თანხები ან ნებისმიერი სხვა არაფულადი რესურსი, როგორც უკანონო გრანტი. მიზანი, როგორც ჩანს, არის კიდევ ერთხელ ის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ნებისმიერი პოტენციალი, რაც კი შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში, პოლიტიკაში რაღაცა როლის შესრულების კუთხით. თუმცა მხოლოდ ეს არ არის ოცნება აპირებს გააკონტროლოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილს მიიღებს. ივანიშვილის გუნდი ამ გზით ყველა იმ მოქალაქის დასჯას აპირებს, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს ან პროევროპულ საპროტესტო აქციებს შეუერთდება. იურისტები განმარტავენ, რომ ოცნების მორიგი კანონი არათუ მხოლოდ რეპრესიულია, არამედ პოლიტიკური საქმიანობის გარდა საზოგადოებრივ და სამოქალაქო საქმიანობასაც აზრის თავისუფლად გამოხატვას საბოლოოდ ზღუდავს. ადამიანი მუშაობს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში და არ აქვს მნიშვნელობა ეს ორგანიზაცია საერთოდ რაიმე კავშირშია პოლიტიკასთან თუ არა, უბრალოდ ეს ადამიანი იღებს დაფინანსებას უცხოური კომპანიისგან და აკეთებს შეფასებებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შესაძლოა სწორედ ასეთ ადამიანებსაც შეეხოს ეს ახალი ინიციატივა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იქნება სრულად აკრძალული. შეიძლება კონკრეტული კვლევის მომზადება ჩაითვალოს, რომ მას რაღაც პოლიტიკური იმპლიკაციები აქვს და გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ან როგორ წარმოგიდგენიათ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ზემოქმედების გარეშე რომელიმე სოციალური ან საზოგადოებრივი ან სამართლებრივი მუშაობა. ოცნების რეპრესიული კანონპროექტის მიხედვით ცვლილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შედის. იმ შემთხვევაში თუ პირი მუშაობს ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის, მას პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში შეეზღუდება. მეტიც დაისჯება ის პოლიტიკოსიც, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციაში იმუშავებს, ან მაგალითად ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში ჩაერთვება და საკუთარ უნარებს ხელფასის სანაცვლოდ გამოიყენებს. ამ სახით მიღებულ შემოსავალსაც ოცნება გრანტად განსაზღვრავს. ივანიშვილის პარტიას უნდა რომ ამ ქვეყანაში გააუქმოს მოქალაქეობა და გააუქმოს პოლიტიკა და აკრძალოს პოლიტიკური აზრის გამოთქმა. ეს არის მათი მთავარი ამოცანა. ეს კანონებიც არის ამისკენ გადადგმული ნაბიჯები. წინასწარ სპეციალურად გააკეთეს ეს ყველაფერი, იცოდნენ რომ მნიშვნელოვანი დელეგაცია ჩამოდიოდა. ოცნებამ 72 მილიარდი აკიდა ქვეყანას ვალად. ეს ფული მოტეხა, ოქრო ზოდება დაილაგეს სახლებში და ახლა ხალხს ეუბნებიან, რომ თუ გრანტს აიღებთ 6 წლით ციხეში გაგიშვებთ. რა თქმა უნდა, ეს ნორმალური არ არის. საკუთარი კორუფციული დანაშაული აშინებს ქართულ ოცნებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ახალი რეპრესიული კანონმდებლობაც გავასაჩივროთ, როგორც ეროვნულ დონეზე საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც იმედიც არ გვაქვს, მაგრამ ვებრძოლოთ საბჭოთა ხელისუფლების მემკვიდრე ქართული ოცნების აი ამ ცდილობებს საერთაშორისო სასამართლოს დონეზე. ოცნების ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება მეწარმის მიერ საჯარო პოლიტიკური აქტივობაც. ანუ იმ შემთხვევაში თუ მეწარმე ღიად და დაუფარავად დააფიქსირებს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას და თუ ეს ოცნების ხელისუფლებას არ მოეწონება, აუდიტის სამსახური პირველ ჯერზე 20,000, მეორე ჯერზე კი 40,000 ლარით დააჯარიმებს. გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას ართმევენ იმ ადამიანებს წესი და კანონით, ვინც არის მთავარი შემავსებელი ბიუჯეტის, ხო? და ქვეყნის ბიუჯეტს ავსებს ბიზნესიდან წამოსული და აკუმულირებული თანხები, ძირითადად ესე უნდა იყოს და შესაბამისად ამ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, რომლებიც არიან ქვეყნის ეკონომიკის, ესე იგი მთავარი მამოძრავებელი ძალა, უფლება არ ქონიათ თურმე რომ ხმა ამოიღონ ამ ბიზნესების უკან და საქართველოს ძირითადად საშუალო მცირე მეწარმეებზე დგას განან ადამიანები, რომლებიც გადასახადებს იხდიან, რომლებიც ხალხს ასაქმებენ, რომლებიც ბიუჯეტს ავსებენ და ყველას აქვს იმის უფლება, რომ გამოხატოს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური
რაღაც ხმა მოიღოს თუ რაღაც არ მოწონს. თუ პირს აქვს სამეწარმეო იურიდიულ პირს აქვს სურვილი რომ დაკავდეს პოლიტიკური საქმიანობით, მაშინ იგი უნდა დარეგისტრირდეს პოლიტიკურ პარტიად, დაასრულოს სამეწარმეო საქმიანობა. ამას ამბობს იმ ოცნების დეპუტატი, რომლის პარლამენტშიც 87 დეპუტატიდან 51 მათგანს ბიზნესთან აქტიური კავშირი აქვს, თუმცა ქართული ოცნება კანონებს ამტკიცებს ისე, რომ შეეხოს ყველას გარდა ოლიგარქის გუნდისა. ეს კი პარტნიორებისთვის შეუმჩნეველი არ არის. გადავდგამთ ნაბიჯებს იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ამას აკეთებს, ასე უპასუხა ევროსკოპის კითხვას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. დრაკონული კანონებით ქვეყანა კიდევ უფრო მეტად რომ შორდება ევროკავშირს, ამაზე ღიად ევროკომისარი მარტა კოსიც საუბრობს. ხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც მუშაობს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ქვეყანა სულ უფრო შორდება ევროპული მომავლის პერსპექტივას. ერთადერთი რამ, რაც შემიძლია მთავრობის მიმართ გავაკეთო, არის მოწოდება შეწყვიტონ ეს ნონსენსი და დაიწყონ მუშაობა ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას და რა თქმა უნდა მედიას. გთხოვთ, გაუძელით. ველი რომ მინისტრები წამოჭრიან ამ საკითხს, როგორც ამას ვაკეთებდით ადრეც, ვინაიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ უფლებებს. პრესის თავისუფლებაც მათ შორისაა, ასე რომ ნამდვილად გადავდგამთ ნაბიჯებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ამას აკეთებს. ცხადია, ეს კრიტიკა ოცნებას უკან არ დაახევინებს. მეტიც ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ კანონის გამგაცრება ევროკავშირის ლიდერების გზავნილების გამო გადაწყვიტეს, როცა მათ დაანონსეს, რომ რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას მაინც შეეცდებიან. თავად მარტა კოსი არის ამ ჩვენი ინიციატივების თანაავტორი, რადგან მან განაცხადა, რომ ეძებს გზებს როგორ მოუაროს გვერდი ჩვენს კანონმდებლობას, ამიტომ მას შეუძლია იფიქროს, რომ ის ზუსტად რომ თანამონაწილეა ამ ინიციატივების შემუშავების. მომდევნო კვირების განმავლობაში ცვლილება სულ 7 კანონში შევა. ჯერჯერობით უცნობია კანონპროექტის შინაარსი, თუმცა ამ მოცემულობით თუ ოცნების ლოგიკას მივყვებით, მაშინ წესით ეს კანონი რომ წლების წინ ამოქმედებულიყო, პოლიტიკური საქმიანობა ქართული ოცნების წევრებსაც და მინისტრებსაც შეეზღუდებოდათ, მათ შორის ოცნების პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარესაც, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ.